გამარჯობა. ეს არის აზროვნების სახელოსნო, მე ვარ გიორგი ბარამიძე. დღეს ჩემი საუბრის თემა იქნება აზრი და სიზმარი, და აზრი სიზმარში. და მე შევეცდები ეს საკითხი განვიხილო ჩემი შინაგანი ასე ვთქვათ სამყაროს საფუძველზე, შინაგან სამყაროში თუ იმ მიზნით თუ რა როლს თამაშობს სიზმარი ჩემს შინაგან სამყაროში, რას მეუბნება მე ამის შესახებ, ჩემი შინაგანი დამკვირვებელი და ჩემი თვითმხილველი. და როგორ შეიძლება ყველაფერი ეს, რაც სიზმართან არის დაკავშირებული და როგორაც ამას მე წარმოვადგენ, ექნება კავშირი, ასე ვთქვათ, მთავარ ვარაუდთან, ეს ვარაუდია ყველაფერი, რასაც მე აქ მოგახსენებთ, ექნება კავშირი შინაგანი სიმშვიდის მოპოვებასთან, როგორ მიწყობს თუ არა მე ხელს, ან რა არის სიზმარი საერთოდ, როგორ არის ის, საიდან მოდის, სად მიდის, ასე ვთქვათ, როგორ მოძრაობს ის ჩემს შინაგან სამყაროში, რა ხდება იმ დროს, როცა მე სიზმარს ვნახულობ ჩემში, რა ხდება. სიზმარი ესა, რა თქმა უნდა, სიზმარი გულისხმობს ძილის მდგომარეობას, ანუ იმ შემთხვევას, როცა ცნობიერება არ არის მღვიძარე მდგომარეობაში, არ ღვიძავს ცნობიერებას და ასე ვთქვათ, ეს არის ძილის მდგომარეობა, ამიტომაც ძველი ქართულით ძილის შორისი ქვია, ხო, სიზმარს. ძილის შორის, ანუ ძილში რასაც ვნახულობთ, ძილის მდგომარეობაში. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ აი ჩემს არქივში, ასე ვთქვათ, ჩემი ცნობიერების, აი რგულოვან ფრჩხილებში ვსვამჯერჯერობით მე ამ სიტყვას ცნობიერებას, ეს მის არქაულ ნაწილებში, სადღაც ჩემმა შინაგანმა დამკვირვებელმა მოიძია რაღაცა თვალსაჩინო, რომელიც იქ არის ჩალაგებული, ისე როგორც დაუშვათ აი ძველად, ასე ვთქვათ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, დაუშვათ აი ფოტო ატელიეში ნეგატივები იყო ხოლმე დალაგებული, რომელიც გამომჟღავნების დროს ელოდებოდა, ხო? აი ასე არის რაღაცა ჩალაგებული. ჩალაგება ეხლა ამ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ რაღაცა წესრიგი არის იქა და ეს ყველაფერი დალაგებულია რაღაცა წესის მიხედვით, არა, უფრო ალბათ ჩემი ასეთი ვარაუდი მაქვს, რომ თუმცა მე ის თვალით არ მინახავს, იმას ხედავს მხოლოდ ჩემი შინაგანი დამკვირვებელი და მე მიჩნდება ამ დამკვირვების საფუძველზე. ანუ მე ამ შემთხვევაში საკუთარ თავსაც ვერ ვაკვირდები, ანუ იმიტომ რომ არ ვიცი საკუთარი თავი რა არის, ხო? იმიტომ რომ სადღაც აი იმ ლაბირინთში მე ჩემი შინაგანი დამკვირვებელი წააწყდა ასეთ აზრს, რომ მე, როცა მე საკუთარ თავს ვუწოდებ მეს, ეს მე სხვა არაფერი არ არის, თუ არა იგივეობის სიმბოლო. ანუ მას ასე ვთქვათ, აი ძალიან უხეშად რო ვთქვათ და გაურამდავად, ასე ვთქვათ, მას აქვს მხოლოდ სიმბოლური არსებობა და ის არ არის რეალური სიდიდე. ასე ვთქვათ, აი სხვა რაღაცა საშუალებები ახლა ამჟამად ჩემს ხელთ არ არის, რომ მე უფრო სიღრმისეულად დავახასიათო ეს ამბავი, ანუ სიმბოლური
ფორმა არის, სიმბოლო არის იგივეობის, რომელსაც შეიძლება უამრავი ჩემი შინაგანი მე არ იზიარებს ამას. და შეიძლება ეხლა მე რომელიც ლაპარაკობ მე სახელით და ვინ ვარ მე რომელიც მე სახელით ლაპარაკობს ეს მე არ ვიცი მაგრამ ეს ფაქტია რომ ასეთი რაღაცები ხდება ამას მიმოწმებს თვითმხილველი ანუ ის ხედავს უშუალოდ იმას რასაც დამკვირვებელი აგვირდება ხო მას აქვს შესაძლებლობა რომ დაინახოს ის რასაც დამკვირვებელი აგვირდება თუმცა თვითონაც აი თვითმხილველი არასდროს არ იქნება დარწმუნებული იმაში ვერ იქნება დარწმუნებული იმაში რომ იმ დაკვირვების წამს როცა შინაგანი დამკვირვებელი რაღაცა მოვლენას ამ ლაბირინთში აკვირდება ხომ ის მოვლენა არ იცვლის თავის ბუნებას ამ დამკვირვებელი ეს ძალიან დიდი პრობლემაა როგორც გარეგანი დამკვირვებელი და უშუალოდ რომელიც როგორც მეუბნებიან იწვევს ძალიან დიდ არევდარეულობას ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული მეცნიერული თვალსაზრისით მეცნიერული თვალსაზრისით თუმცა მე არ ვიცი რას ნიშნავს მეცნიერული და ამიტომ ამასაც მე ჩავსვამ ფრჩხილებში მგლოვან ფრჩხილებში და მერე შევეცდები ამ საუბრების დროს რაღაც მინიშნებები გავაკეთო რამდენადაც ეს ჩემთვის იქნება შესაძლებელი თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მეცნიერული ხო ამ შემთხვევაში რასაც თუ მეცნიერებას გავიგებ ჩვენ და უშუალოდ ზოგადად რო ვთქვათ იმ ნიშნულობით რაც მას ქონდა და უშუალოდ ერთი ასეთი ნიშნულობა ძველ ქართულში ხომ მაშინ ის ცოდნა მეცნიერება ცოდნა სხვა არაფერი არ არის და აქ ეხლა ამ შემთხვევაში ის ცოდნის სხვა სახეობებიდან არაფრით არ განსხვავდება ხო არის მეცნიერება და უშუალოდ აი ყველაფერი დანარჩენი რაც არის სიტყვაზე ვთქვათ არის არამეცნიერება ანუ არის ცოდნა და არ არის არაცოდნა არა მაინც და მაინც არ ცოდნა არამედ არაცოდნა ხო ეს ძალიან საინტერესო საკითხებია ჩემი შინაგანი გზნობიდან გამომდინარე ხო და ეხლა ისე მიუბრუნდები მე სიზმარს და ვიტყვი ასეთ რამეს ერთი რამ უნდა გითხრათ რომელზეც ამდენხანს არ მithქვამს ჩემ საუბარში ეს არის ის რაც მე გამახსენა ჩემმა შინაგანმა დამკვირვებელმა თუმცა თვითმხილველმა ჩემმა მეს ვერ იხილა თავისი თვალით და ამიტომ ეხლა მე მას ვერ დავიმოწმებ მე ვიმოწმებ მხოლოდ ჩემ შინაგან დამკვირვებელს რომელმაც შეიძლება თავისი დამკვირვების აი წამს ეს ყველაფერი შეცვალა მაგრამ მე სხვა გზა არ მაქვს ამ მოვლენის დაკვირვების რასაც ეხლა ვიტყვი ხო თუმცა ეს არქივში ამის მოძიება შეიძლება ანუ ჩემი ცნობიერების ანუ ფრჩხილებში რო ჩავსვათ აი არქივში სადღაც შეიძლება ამის ამოღება არქივიდან ამის ამოღება რომ საქმე ეხება ასეთ გამონათქვამს რომ აზრი როგორც კი ის წარმოიშობა როგორც კი გაჯდება იმ წამსვე გაჩენისთანავე დაბადებისთანავე აზრი მიისწრაფვის იქეთკენ რომ ის განხორციელდეს აზრმა ხორცი უნდა შეისხავს აი ეს იყო ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დაკვირვება რომელიც მე ჩემს ასე ვთქვათ შემდეგ მე დავფიქრდი რასაც მეუბნებოდა ჩემი შინაგანი დამკვირვებელი და აი მივიღე ეს ვარაუდი რომ ჩემი ვარაუდით ეს მე სადღაც მაქვს ამოკითხული ან ეს მასწავლეს ასე ვთქვათ ჩამინერგეს და მე ამას მივაქციე ყურადღება ოღონდ აქტიურად არ მახსოვდა ისა მაგრამ როცა მოხდა ჩემი მეხსიერების გააქტიურება ჩემი შინაგანი დამკვირვებლის საშუალებით მე ჩემს თვალწინ აი სწორედ აი ასეთი ფორმა ასეთი სახე მიიღო ამ დებულებამ თუ ამ წინადადებამ რომ აზრი უნდა განხორციელდეს აუცილებლად უნდა განხორციელდეს არ აქვს მნიშვნელობა
რა აზრის რომელ ასპექტზე საუბრობ ჩვენ ახლა, იმიტომ რომ ბევრი ასპექტები ჩამოვთვალეთ და ისიც კი ვთქვი, რომ არ ვიცი ახლა ვახსენეთ თუ არა პოლ სეზანი, რომელიც აი ვაშლებს ხატავდა, ბევრი ვაშლი დახატა, ხო? რატომ დახატა? იმიტომ რომ ვაშლის ერთი რაღაცა ზოგადი რა ქვია, ეგზემპლარი, რომელიც ყველა ვაშლის თვისებას ერთდროულად გამოხატავს, ესე ალბათ მე ასე ვფიქრობ, რომ ასეთი რამ არ არის, რომ ასეთი რამ არ გვეძლევა, ამიტომ ცალკეული ვაშლი გამოხატავს ვაშლის როგორც ასეთის სხვადასხვა ასპექტს, ხომ, სხვადასხვა კუთხეს, სხვადასხვა დაკვირვების წერტილიდან, ხო, სხვადასხვა დაკვირვების წერტილიდან და აი მე გამიჩნდა რაღაცა ერთ პერიოდში ამასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აი რა იქნება თუ ჩვენ ნებისმიერ რამეს ავიღებთ, რასაც ჩვენში პოულობთ და მას აი სწორედ განვიხილავთ აი ასეთი მე ახლა ძალიან ამას ძალიან გაურანდავად ვამბობ, იმიტომ რომ მე გითხარით რომ ესე იგი მხატვრობის შესახებ მე ცალკე ლექციების რა ქვია კურსი მაქვს მომზადებული, რომელსაც სათანადო დროს შევთავაზებ მსმენელს და მაყურებელს, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში მე ავიღე აზრი როგორც ასეთი, ხო, რომელიც და ვთქვი რომ აზრი არ არსებობს, ან არსებობს და არც არსებობს, ანუ აზრი ხდება მოხდობის იმ მნიშვნელობით, რომელიც აი მის ქმნასაც გულისხმობს, ხო? ქმნა და ქმედება და გაჩენა, აი ერთდროულად ხდება ეს, ხო? მაგრამ როგორი უნდა იყოს ახლა სიზმრის აზრი, რა არის სიზმარი ამ ასპექტით? სიზმარი ამ ასპექტით არის ანუ ამ აზრის განხორციელების თვალსაზრისით, რომ აზრში არის მისწრაფება, რომ ის განხორციელდეს, ანუ მან რაღაცა ხორცი უნდა შეისხას, ხო? ხორცი უნდა შეისხას, უნდა დაწესდეს, მოდი ვთქვათ ასე, აი დაწესებულება, ანუ ინსტიტუირება უნდა მოხდეს, ხო? მაგალითად ვიტყვი, რომ თუ გამიჩნდა აზრი სიყვარულის შესახებ, მაშინ ანუ ხალის მიმართ სიყვარულის შესახებ, ხო? ამან ეს უნდა აუცილებლად უნდა იქცეს, ანუ ტენდენციის, შინაგანი ტენდენციის მიხედვით, ეს მისი დაფუძნება იქნება ქორწინება, ხო? ქორწინება, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ თუ ეს არ მოხდა, თუ აზრმა ვერ მიაღწია იმას, რომ აი ეს შინაგანი სწრაფვა განხორციელებისკენ დაიკმაყოფილოს, ხო? მაშინ ეს აზრი, ესე იგი უკუპენილი, ანუ სადღაც ჩვენი ცნობიერების ლაბირინთების რაღაც შეუვალ კედელზე მინარცხებული, ესე იგი რაღაცა კოლოსალური ენერგიიდან, კოლოსალური ძალით ბრუნდება უკან, გვიბრუნდება ისევ ჩვენ, ხო? გვიბრუნდება ისევ ჩვენ, ოღონდ არ ვიცი რა ენერგიით, ანუ მოდი ვიტყვით, შეიძლება გაათმაგებული, შეიძლება გაასმაგებული ენერგიით და ის შეიცავს დამანგრეველ, ანუ ჩვენი შინაგანი სამყაროს დამანგრეველ, ასე ვთქვათ, პოტენციალს, ძალას, ხო? და ეს ბუნებრივია, რომ ბუნებრივია, აქ ამ შემთხვევაში თუ არ მოხდა აზრის დაკმაყოფილება, ხო, აი ამ შინაგანი მისწრაფების დაკმაყოფილება, მაშინ ის ვარაუდი, რომ შეიძლება მე ოდესმე მივაღწიო შინაგან სიმშვიდეს, არის ასე ვთქვათ, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები და სხვა არაფერი არ არის, ხო? ეს ამ შემთხვევაში ეს მიუღწეველი იქნება. მაგრამ მოდით შევხედოთ ასე, სხვანაირად შევხედოთ, მოდით ვთქვათ, რომ სიზმარი არის ჩემი შინაგანი აზრის დაწესების ფორმა. ანუ ეს არის სწორედ იმ ანუ ტენდენციის დაწესება, მისი ინსტიტუირება, ასე ვთქვათ, ხომ? და დაწესებულებად გქცევა, ხომ?
რომლის შესახებაც მე ახლახანს ვისაუბრე, ხო? და მაშინ უკვე ხდება ამ ენერგიის, ანუ აზრის შინაგანი ენერგიის გარდაქმნა სიზმრის ენერგიათ, ასე ვთქვათ და გარკვეული ასპექტით მე ასე განვიცდი შინაგანად, რომ აზრი და სიზმარი ერთმანეთს უიგივდება. აზრი და სიზმარი და მე შემიძლია ვთქვა, რომ თუ შევალთ სიზმარში და ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ სიზმარში შევიდეთ. მე გეტყვით, რომ წინასწარ გეტყვით, რომ იმ პოზიციებიდან, რომელსაც მე ვასაჯაროებ, ანუ ასეთი შესვლა არა მარტო შინაგან სამყაროში და არა მარტო რა ქვიან სიზმარშია შესაძლებელი, არამედ თავის დროზე სარკესში შესვლაზე ვისაუბრე. თავის დროზე ვისაუბრე ასევე იმის შესახებ, რომ აზრი თვითონ არის სარკე და თუ სარკეში შევალთ, ისე როგორც შევიდა ალისა, ხო, ცნობილი ზღაპრიდან, ხო? ალისა, ანუ ამისთვის საკმარისი იქნება მხოლოდ ბუნდოვანი, ნისლოვანი, ასე ვთქვათ, ფარდის გარღვევა და გასვლა, ისე როგორც ჩვენ გასვლა ამ ფარდაში და უკვე სხვა სამყაროში აღმოჩნდებით ჩვენ იმ სამყაროში, რომელიც რეალური სამყაროდან, ნუ ახლა ალისას ავტორის, ასე ვთქვათ, ფანტაზიას სხვა გაქანება ქონდა, მას სხვა რამე აინტერესებდა, მაგრამ ჩვენი ინტერესი ამ შემთხვევაში არის ის, რომ აი დავაფიქროთ ერთმანეთი, რომ შეიძლება აი ასეთი შესაძლებლობის შესახებ, რომ ადამიანს აქვს შესაძლებლობა და მე შევიდეს, ასე ვთქვათ, სიზმარში შევიდეს აზრში და სიგნიდან შეხედოს. ისევე როგორც აქვს შესაძლებლობა ადამიანს გარკვეული ტექნიკების მოშველიებით და ეს ტექნიკები არის, ასე ვთქვათ, ხერხები, რომლითაც ხედვის ხერხებზე აქვს საუბარი, ხო? ხდება სწორედ აი გარღვევა იმ, ასე ვთქვათ, ბუნდოვანი ფარდის გარღვევა და გასვლა სხვა სამყაროში, ხო? ასევე ალბათ ამ ასპექტში თუ დაფიქრდებით, რომ ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს და მით უმეტეს შეიძლება ვინმეს გაეღიმოს, მაგრამ მე უნდა ვთქვა და თავის დროზე მე შევეცდები ეს ინტუიტურად შევეცდები, რომ რა ქვია ამის შესახებ ვისაუბრო ინტუიტურად, იმიტომ რომ ეხლა რასაც ვიტყვი ამას მეცერება მე აი დღევანდელი მეცერება მე არაფრით არ ვერ დამიდასტურებს, ხო? და არც დამიდასტურებს და არც მივიტან ამას მე მასთან და არ მოვითხოვ მისგან დასტურს. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, ოღონდ მთელი რიგი ელემენტებია გასათვალისწინებელი, გასათავისებელი, გადასააზრებელი, ყველაფერი. აი ეს გზა, რომელზეც ახლა ჩემი საუბრები დგას, გულისხმობს იმას, რომ უნდა მოხდეს ძირეული გადააზრება ყველაფერი იმის, რაშიც ამდენხან ცხოვრობდი და რაშიც ამდენხან ვიყავი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვლაპარაკობ იმის შესახებ, რომ ადამიანს აქვს პოტენცია იმისა, რომ გავიდეს კედელში. ანუ როგორც ეს გვინახავს ჩვენ ფანტასტიურ კინოფილმებში, ხო? და მოგვისმენია რაღაცა ნარატივი მოთხრობა ამის შესახებ წაგვიკითხავს, ეს ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, შესაძლებელი, ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ ძირეული გადააზრების და ძირეული რეფორმა ის ზუსტად ეს სიტყვა ეხლა ყველას, ასე ვთქვათ, მე ჩემ შინაგან სამყაროში ვამბობ ეხლა, თუ არა მე აქ არ გულისხმობ, ასე ვთქვათ, გარეგანი დამკვირვებლის თვალით ეს ყველაფერი როგორ არის, ამ ეტაპზე მე ეს არ მაინტერესებს. ამ ეტაპზე მე მაინტერესებს მხოლოდ ის, თუ ვინა ვარ მე შინაგანად. აი რაღაცები რო ხდება ჩემში, რაღაც ხმები მესმის, რაღაც ენერგიები გროვდება
და ზოგი სულიერ ენერგიას ეძახის, ზოგი ძალას ეძახის და მე მალე შემოგთავაზებ თქვენ საუბარს აზრი და მისი ორეული და აი უფრო მეც ვიტყვი იმის შესახებ თუ რა იგულისხმება აი ყველივე იმაში რაზეც ახლა მქონდა საუბარი და ასეთი რამ ესე იგი სიზმარში გარკვეულწილად აი სწორედ მე რო დავაკვირდი ახლა სიზმარს რო დავაკვირდე ეს ჩემთვის შეუძლებელი არ არის ხო შინაგან სამყაროში რო დავაკვირდე მაგრამ პრობლემა ჩდება ჩემთვის მაშინ როცა მე ვცდილობ რომ ის აი ეს ჩემი ეს დაკვირვება სიზმარზე მე შემოვიტანო ასე ვთქვათ აზროვნების სახელოსნოში მაგრამ აზროვნების სახელოსნო როგორც ჩვენ ვივხვდით მე იმედი მაქვს რომ ეს ამას ჩვენ ყველა კარგად ვაცნობიერებ და მათ შორის მეც ვაცნობიერებ რომ აზროვნების სახელოსნო ამ შემთხვევაში არ არის გაგებული ფიზიკური მნიშვნელობით ხო ეს არ არის ოთახი ეს არ არის აუდიტორია სადაც აუდიტორია არის მხოლოდ და მხოლოდ აი მაყურებლების და მსმენელების სახით ხო მაგრამ როგორ უნდა მოხდეს მე ამის მატერიალიზება უკვე ეს ნიშნავს იმას რომ აი ეს ყველაფერი რაზეც მე ახლა ვლაპარაკობ აი ჩემი შინაგანობის ასპექტით და ამ თვალსაზრისით უნდა მოხდეს ამის ყველაფრის ნუ არ მინდა ვიხმარო ნუ გატანა ხო გარეთ ჩემი ცნობიერების თუ არ ვიცი რა ქვია ამას ახლა სადაც ეს თამაშდება ყველაფერი ხო რაზეც მე ვსაუბრობ ეს თამაშდება ჩემს წიაღ ანუ ჩემს შიგნით მაგრამ მე როგორ მოხდება ამის ამოტანა ანუ მე როგორ უნდა განვახორციელო მე ამითი წიაღსვლა ანუ ამის ჯერ ჩაღრმავება და მე იმ სიღრმიდან გასვლა ანუ აი იმ სფეროს მიღმა რომელიც ჩემთვის ამ შემთხვევაში აი მიმდინარე წამს ესე იგი პრობლემას წარმოადგენს მხოლოდ ჩემი შინაგანობის თვალსაზრისით ხო და მე ახლა ასე მეჩვენება მე ასე საბეჭდილება მაქვს რომ ეს მოხერხდება ანუ მოხერხდება ეგრეთ წოდებული წიაღსვლა არა ამ სიტყვის დაუშვათ იმ მნიშვნელობით რომელთაც ის გამოიყენება ჩვეულებრივ მეტყველებაში მეთქი ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ყოველდღიურობაში მე ნაკლებად შევხვედრია ეს ტერმინი მაგრამ ნუ ლიტერატურაში მხატვრულ ლიტერატურაში რა თქმა უნდა ეს არის მოცემულობა ხო ეხლა რომ ვიუბრუნდეთ ის სიზმართან დაკავშირებით აი რასაც მე დავაკვირდი ჩემ შინაგან სამყაროში და შეგიძლიათ თქვენც დააკვირდეთ ამას ყველაფერს საკუთარ თავში იმიტომ რომ აქ თქვენ არც არ დაგჭირდებათ არავინ არც რაღაცა წორჩნელი არც დაუშვათ რომელიმე დარგის მეცნიერების წარმომადგენელი რომ ეს დაგიდასწროთ თქვენ ამის თქვენ შეიძლება თქვენ გაქვთ შესაძლებლობა თქვენ თვითონ გახდეთ ხო ამისთვის საკმარისი იქნება მხოლოდ და მხოლოდ აი ის ანუ იმის გათვალისწინება რომ როგორც მე მირჩევენ ჩემი შინაგანი მრჩევლები ხო აი მოდი ილაპარაკე იმის შესახებ და ურჩიე ანუ ამ ადამიანებს ესეთი რჩევა მიეცი რომ რა ქვია სიზმარი ანუ დასრულებისთანავე ანუ გაღვიძებისთანავე თუ თქვენ სიზმრიანი ასე ვთქვათ ძილით გეძინათ და არა უსიზმრო ძილით ხო ეს ორი რამე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან ხო მაშინ ის თქვენ შეგეძლებათ ალბათ აი უნდა სცადოთ რომ რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენოთ აი ამ თქვენი სიზმრიდან და ეს ჩაიწეროთ ასე ვთქვათ ხო რამდენიმე 2-3 ეპიზოდი ხო 2-3 ეპიზოდი და შემდეგ ისე იგი დაფიქსეთ იმაზე და შეეცადოთ აღადგინოთ მთლიანი სურათი ისე იგი რაზე შეიძლება ყოფილიყო თუ კი მართლა სიზმარი არის ის რასაც ზოგიერთი გვეუბნება რომ არის რომ ეს არის ანუ ჩვენი ამ ქვეყნიური ცხოვრების ჩვენი ყოველდღიურობის გადატანა მეტაფორულ
სიტყვაში, მეტაფორულ სიტყვაში, სიმბოლურ სიტყვაში და იქ გვეძლება ჩვენ საშუალება რომ ამას ყველაფერს შინაგანი დამკვირვებლების თვალით დავაკვირდეთ, ხო? ნუ რა თქმა უნდა, მე შეიძლება ამ უშუალოდ ეხლა რაც ჩამოვაყალიბე ეს ჩემი აზრი არ არის, მე ამას შეიძლება ან ვიზიარებდე, ან არ ვიზიარებდე, ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩემში უამრავი სხვა მეა, რომელთაგან ზოგი გაიზარდა, არა აუცილებელი რომ ყველამ გაიზარდა, არ არის აუცილებელი რომ დაუშვათ რაღაცა დიდმა რაოდენობამ გაიზიაროს ეს, აი ამ მეების, ხო? მაგრამ აქვე ისე სიზმარი ეს შეიძლება ითქვას რომ ღამეული აზრია, ღამის აზრია, ხო? ღამე როგორ მუშაობს, ნუ ახლა მე არა ვარ ამის სპეციალისტი და ვერ ვიტყვი ახლა, თუმცა ენაზე მაგასა ეს როგორ მუშაობს ტვინი, მაგრამ მე არ ვიცი რა არის ტვინი, ხო? ტვინი ვიცი რა არის, ახლა ვიცი ტვინის შესახებ ვიცი მხოლოდ ის, რაც წერია დაუშვათ წიგნში, სახელმძღვანელოში, ხო? ტვინის შესახებ და რაც შეიძლება მე ვისწავლო, ხო? ისევე როგორც დაუშვათ ვარსკვლავის შესახებ მე ვიცი მხოლოდ ის, მე არც ერთ ვარსკვლავზე ნამყოფი არა ვარ, ვიცი მხოლოდ ის, რასაც მე მეუბნება ჩემი რა ქვია თვალები, ასე ვთქვათ, ერთი მხრივ რომ რაღაცა მოციმციმე წერტილებია ცაზე, მაგრამ ეს არ არის რა თქმა უნდა ვარსკვლავიო, მე მეუბნებიან ეს არ არის ვარსკვლავი. ვარსკვლავი არ არის, ფარი არ არის ის, რაც გალაქტიონმა დაინახა, ხო? არამედ ფარი არის ის, ვარსკვლავი არის ის, რაც წიგნში სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში წერია ვარსკვლავის და მთვარის შესახებ. აი ის არის, ხო? მაგრამ მე რა თქმა უნდა, ჩემ შინაგან ეს არანაირად არ აგმაყოფილებს, ხო? არანაირად არ აგმაყოფილებს და მე მინდა ის ჩაუღრმავდე ჩემს შინაგან სამყაროს, ჩაუღრმავდე, მე არ გავჩერდე არც ერთი სპეციალური დაუშვას მეცნიერების თვალით დანახულ სიფრთხეზე, ასე ვთქვათ, და რამდენადაც მე ამის შესაძლებლობა მაქვს, ჩავიდე სიღრმეში. რამდენადაც მე თუ შეიძლება ეს იყოს მოჩვენება, ეს იყოს შთაბეჭდილება და მეტი არაფერი, მაგრამ ეს შთაბეჭდილება ჩემში ადამიანს პატივი უნდა ვცე, პატივი უნდა ვცე, უნდა მასზე დაფიქრდე, და ერთ-ერთი ამ დაფიქრების ერთ-ერთი ფორმა, ასე ვთქვათ, ფიქრის ფორმა ეს არის სწორედაც სიზმარი. სიზმარი, რომელიც მე ხელს მიწყობს ჩემი სურვილების სიმბოლურ დაკმაყოფილებაში, რომ ის არ იქცეს დამანგრეველ ძალად იგივე ჩემთვის და მეორე მხრივ მე მაძლევს, ასე ვთქვათ, დაკვირვები ვარ მე ამას და მე ეხლა შეიძლება ვიღაცის აზრს გავს ეს აზრი, ან შეიძლება მე არ ვიცი და ისევე მეორებს ვიღაცის აზრს, ხო? მაგრამ მე მაძლევს მე სიზმრის დასიზმრებისგან განვასხვავებ იმ მდგომარეობას, როცა მე თვითონ ვცდილობ დავისიზმრო, თვითონ არ მოდის სიზმარი. მე მივდივარ მასთან და მე მინდა რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ შემომესიზმროს, რაღაცა დამესიზმროს. რა დამესიზმროს? რა რის გამო მივდივარ მე იქ ეს გულისთვის მივდივარ. შეიძლება ეს იყოს ის შეცდომა, რომელიც მე დავუშვი შინაგან სამყაროში, ან შეიძლება იყოს გარეგან სამყაროში სხვა ადამიანების მიმართ რაღაცა შეცდომები მომივიდა, რა თქმა უნდა, ეს უამრავი ასეთი შეცდომა, გადაცდომა, უამრავი ასეთი, ასე ვთქვათ, მე არ მინდა აი ესეთი კლასიფიკაცია მივიცე, კარგი აზრი, ცუდი აზრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ სიზმარი მაძლევს მე საშუალებას, რომ გავიმეორო ის სიტუაცია, რომელშიც მე შევწვდი და გამოვასწორო, ასე ვთქვათ, სიმბოლურად ის რა შეცდომაც მე დავუშვი. ამით ახლა მე დავასრულებ დღევანდელ საუბარს. კიდევ ერთხელ მინდა ბატონო დეკალბატონო შეგახსენოთ ჩემი მოგზაურული თხოვნა იმის შესახებ, რომ თუ თქვენთვის არის რამენაირად საინტერესო ის გესაუბრებით, მოიწონოთ ეს არხი YouTube-ზე და გამოიწეროთ ის. მადლობა.